შემდეგი ბრძოლა წავედით. გურია აქ არის. მათე სიხარულიძე. 21 წლის გურიიდან კონკრეტულად ჩოხატაური 13 წლის ასაკში დაიწყო კიკბოქსი, ბოლო 3 წელი ვარჯიშობს MMA-ს. რამოდენიმე ღია რინგი აქვს დაჭუბი და საქართველოს ჩემპიონატზე ჰქონდა დებიუტი. ემზადება Spider MMA-ში მწვრთნელი ნიკა ნიკოლაშვილი. ცოტა ალექსანდრე თოფურიას გავს არა? და როგორც უკვე დღეს გურულები მოკლედ საინტერესო შოუს გვთავაზობენ. ლაშა ვაშალომიძემ გაიმარჯვა ახლა. საინტერესოა მათე სიხარულიძე რას ისავს. და ეს ირაკლი კურსაშვილი. 21 წლის, 1.91 სიმაღლეში და 76 კილოს ატარებს. საბრძოლო კარიერა დაიწყო თელავში კრივით, შემდეგ კიკბოქსი და ახლა MMA-შია. ვარჯიშობს ჩემპიონთა აკადემიაში, ძალიან მაგარ დარბაზში, ჩვენს პარტნიორებთან, ასე ვთქვათ, ჩვენ პარტნიორ დარბაზში. დებიუტანტი ასევე TFC-ში. და მიზანი აქვს რომ UFC-ში მოხვდეს და წარმატებული სერიოზული დარწმუნებული არის რომ შრომით მიაღწევს ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ნიჭი და შრომა ეს არის ის რაც UFC-ს უნდა. ჩვენ წარმატებებს უსურვებთ და ძალიან გაგვიხარდება თუ კიდევ ერთი ქართველი იქნება UFC-ში. TFC-დან UFC-ში. ყველას მაგაზე დიდი მიღწევა ბევრი არ იქნება. TFC-დან დაწყებული ორგანიზაცია არაფრიდან ფაქტიურად დაწყებული ორგანიზაციიდან UFC-ში მოხვედრა. დიდი ოცნებაა. იმედია მიაღწევს. იზრდება TFC, დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში უფრო მარტივი იქნება ეს ყველაფერი. Ladies and gentlemen, we move on to the much anticipated fight of the night. This fight is 3 rounds in the TFC catchweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, making his debut in the TFC, weighing in at 68 kilograms, fighting out of Tbilisi, Mate Sikharulidzé! როგორი ოვაციები? კიდევ ერთხელ გეტყვი რომ არია გიკვირდეს, ეცა გურული გამოდის. Introducing his opponent, fighting out of the red corner, also making his debut in the TFC, weighing in at 68 kilograms, fighting out of Tbilisi, Irakli Kusrashvili! ირაკლისას არანაკლები ოვაციები ხალხისგან. სხვადასხვა ორივეს ვიცნობ, ძალიან რთულია ხა, ჩემთვის ამ ბრძოლის წაყვანა, მაგრამ სპორტია და რაც მსავარია. აქ არ გვიხსენებია მებრძოლები შეთანხმდნენ წონაზე და 68 კილოში იჩხუბებენ. წავედით. პირველი რაუნდი ველოდები ძალიან მაგარ ბრძოლას. ლურჯ კუთხეში მათე სიხარულიძე, წითელ კუთხეში ირაკლი კუსრაშვილი. ძლიერი ლოუ-კიკი დაიწყო აქ. საინტერესო დასაწყისია ძალიან. შეტევაზეა კუსრაშვილი. აქ ტეიქდაუნის ცდილობა, მაგრამ არ გამოუვიდა. კიდე ღრმად მაშავიდა და შესანიშნავი ტეიქდაუნი მიაღწია მაინც. ჩეინ რესლინგი ქვია ამას. არ გაანება თავის ანამ არ გადაიყვანა. ბოდილოკიდან ცადა რა გამოუვიდა, ფეხებს ჩავიდა და დაბლეგი დაასრულა ტეიქდაუნი. მაგრამ აქ არა ცდილობს შეაწუხოს კი. კუსრაშვილი თავი არ ქონდა შეაწუხოს პოზიციაში. აი დაბრუნდა ისევ. კუსრაშვილი კეიჯს კიდევდა ხელს და გააშვებინა მანუშარმა. თუმცა მათე აქტიურობს სიხარულიძე ისევ. ბოდილოკია შეკრული არ უშვებს ხელს. აქ მუხლებით ცდილობს მუშაობას.
ისევ ტეიქდაუნს ცდილობს ახლა. კარგი მუხლი იყო აქ ტანში. აწუხებს ძალიან მუხლებით. ცდილობს ძალიან. აი თითქოს გამოვიდა ახლა, აი თითქოს აი საინტერესოა ხა ირაკლი. ბოლომდე ვერა აქ ანდერჰუკები აღებული წესიერად. კარგი მუხლი ტანში. კარგად მუშაობს სიხარულიძე კლინჩში. ძალიან დამაჯერებელია. არ ელოდებოდა კუსრაშვილი მე მგონი ამას. აი შემოატყიალა და აი გიეტინაზე მაგრამ აქედან გაუჭირდება დასრულება რა თქმა უნდა გიეტინის. ერთი წუთი დარჩა მეგობრებო. ბოდილოქსზე გადავიდა. კუსრაშვილი ხო არ ცდილობს ახლა ჩაყვანას. მე მგონი ცდილობს კი. კი და თითქმის ლეგი თითქმის გამოვიდა ჩაიყვანა საინტერესო სროლა უკვე. აქაც ისე პირველი ბრძოლისნაირად ჭიდაობის გასვლები გვაქვს ძალიან კარგი. მაგრამ ძალიან საინტერესო. ცდილობდა გარდი რო აეარა, მაგრამ არ გამოუვიდა. მაჯას უკონტროლებს, მაგრამ ძიმე დარტყმა აქ კუსრაშვილისგან. 10 წამი დარჩენილი რაუნდის და არაკომფორტული პოზიცია სიხარულიძესთვის. მაგრამ გამოძვრა საბოლოოდ, მაგრამ არ საფრთხეშია მაინც და დასრულდა რაუნდი. კარგი ქონდა მათეს, მაგრამ ბოლო თითქოს უკვე ირაკლიმ წამოიღო საკმაოდ დაძაბული და ახლო ბრძოლა. ნამდვილად ახლო რაუნდი იყო. ვისკენ გადაწონავდი თორნიკი ამ რაუნდს. ძალიან რთულია სიმართლე რომ გითხრა პირველად გამიჭირდა რაუნდის შეფასება 50-50-ზე ვხედავ. მოკლედ საჯების ადგილას არ მინდა ვიყო. ნამდვილად ჩემი აზრით კუსრაშვილმა ცოტა გადაწონა მაინც ეს რაუნდი. გასაგებია ისევე საინტერესო მეორე რაუნდს ველოდებით. და ვიწყებთ მეორე რაუნდს. მალე გავიდა ხო კუსრის დრო. წავედით. გამხნევთ აპლოდისმენტები. ისული დაიწყო კუსრაშვილმა. ხამაგლა. შესანიშნავი კიკებს სვლიან ჯერჯერობით მეორე რაუნდში. კარგი ჰედკიკი და მოუწია ფეხში შესვლა სიხარულიძეს, ისევ კლინჩი ემუშავება. და კარგი პოზიცია აქვს სიხარულიძეს, თან შეუძლია დაისვენოს აქედან. პოზიციაზეა ბრძოლა აქ, შეგარად. კი, ნამდვილად. და ტეიქდაუნის ბრძოლა აქ და ბოდილოქსი ყავს სიხარულიძეს. ფეხში მძიმე დარტყმები, რაც ძალიან არასასიამოვნოა. და რა კარგი შესანიშნავი ტეიქდაუნი. ულამაზესი. აქ ნახოთ აბა რას შეძლებს ამ ტეიქდაუნიდან. კუსრაშვილი ცდილობს აი შეძლო კეიჯთან მისვლა, მაგრამ კეიჯიდან ადგომას ცდილობს ალბათ. მაინც რთულია წამოდგომა, რა თქმა უნდა, ესეც მეხის ქვეშ. მაგრამ ახერხებს. ისევ კარგი მუხლი სიხარულიძისგან. საინტერესოა, ისევ ჩაიყვანს თუ არა, მაგრამ მარტო ტეიქდაუნი ვერ იგებს ბრძოლას. ვერა დაგეთანხმები. ზიანი არის საჭირო. არ დაიღალოს მათე სიხარულიძე. ესეთი კონტროლით საკმაოდ დამღლელია. ნამდვილად. დიდი ენერგია იხარჯება. ნამდვილად. შემოუტრიალა პოზიცია კუსრაშვილმა. ვინმე უნდა იმუშაოს აქ, უნდა დაიწყოს ცოტა აქტიურობა, თორე წესით საჯვა უნდა და საინტერესოა. ნაური პოზიცია. ძალიან. იგეთ აქ ვერ მივხვდი ვინ ჩაიყვანა რომელი, მაგრამ ეს მივიღეთ. საინტერესოა თითქოს კუსრაშვილი აი მაინც უპირატესია ხა ამ მომენტში.
აი აქ შეუძლია ისო მათე წამოდგა, მოიკრიბა ძალები. აი ახლა ირაკლი ცდილობს. მაგრამ აი ახლა უკვე ჩაიყვანა და გიეტინაზე ცდილობს სიხარულიძე. რომ ესეთი ბრძოლების თუმცა ცოტა გაუჭირდება აქედან საჯელს გაუჭირდება ხმის საკმაოდ ფულების დაწერა, იმიტომ რომ ზიანი ფაქტიურად არ გვაქვს. მაგითო ვთქვი რომ არ ვისურვებდით, რომ ძალიან რთული იქნება. მესამე რაუნდმა გადაწყვეტოს იქნება სცენაზე მით უმეტეს. დავიწყეთ მესამე რაუნდი. ხოლმე გადაწყვეტი რაუნდი არის. ხალხის ოვაციები გვესმის აქ. ყოველ ჯერზე კუსაშვილი ძალიან აქტიურად იწყებს და შემდეგ ცოტა კარგავს ამ ეფექტურობას. ჭიდაობას უწყობს სიხარულიძე. აი შესანიშნავი დარტყმა იგრძნობს სიხარულიძე, მუხლი კორპუსში აშკარად. კიდევ ერთი მუხლი გაუტარა. შნავი 1-2. მაგრამ არა ისე ჩავიდა ტეიქდაუნზე, მე მეგონა რომ ნოკდაუნი გვექნებოდა. არაცდის სიხარულიძე დგომში ბრძოლას კუსრაშვილს. არაცდის ნამდვილად, მაგრამ ესე ბრძოლას ვერ მოიგებ მე თუ მკითხავ. უბრალოდ ტეიქდაუნები. აი ხელი კიდებს მეორეჯერ მოხდა უკვე, მეორეჯერ არის ეს შემთხვევა. აი შემოატრიალა კუსაშვილმა. ეხა ის ცდილობს ძალიან საინტერესო ბრძოლა. ძალიან რთული. ინაღამაცია, მაგრამ ვერ მოახერხა ბოლომდე. სიხარულიძე ისვენებს ამ პოზიციაში, ახლა შეუძლია რომ ცოტა ამოისუნთქოს. ძალიან რთული იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებულის გამოვლენა ჯერჯერობით. ნამდვილად. ზიანი არ ქონია ფაქტიურად არც ერთ მხარეს. ალბათ აქტიურობაზე უნდა შეფასდეს ეს ბრძოლა. წუთნახევარი წინ გვაქვს და დაველოდოთ. აი ნახოთ, აქ შეიძლება ცოტა სამოყვარულო რო არ იყოს, აქ იდაყვები იქნებოდა იდეალური, მაგრამ არ შეიძლება წესების მიხედვით. წესები უნდა დავიცოთ. მაგრამ მათე ერთი წუთი და წვალობს ცოტა ამ რაუნდში, მე თუ მკითხავ კუსრაშვილს. აი მომენტუმი კუსრაშვილისკენ არის ამ რაუნდში ჩემი აზრით. ცოტა ground and pound-იც ქონდა. ცდილობს აშკარად კუსაშვილი რომ გააქტიურდეს და შეიძლება ამან მოაგებინოს ბრძოლა არ გამოვიდეს. კი, ნამდვილად გეთანხმები. ყველა რაუნდი ძალიან თანაბარი იყო და ამ რაუნდს მე მგონი წონის კუსრაშვილი. ჯერჯერობით კი, ნახოთ 30 წამი. აი ცდილობს, მაგრამ შესაძლოა რომ ცოტა ვერ გადავიდა საით კონტროლში ენერგია. half guard-ში არის ახლა. აქ ცდილობს რომ body triangle-ი შეკრას. სიხარული იქნება უკვე 10 წამი. ასე დასრულდება ეს ბრძოლა დიდი ალბათობით. და შეიძლება დიდი ground and pound-ის შოტები. 3 წამი და ძალიან დიდი შოტებია ეს. და აქ დასრულდა ჩვენი ბრძოლა. Ladies and gentlemen, your winner via unanimous decision, Irakli Kusrashvili! ირაკლი კუსრაშვილი მეგობრებო. შეიძლება ორივე დარჩი. ორივე მებრძოლთან იქნება ინტერვიუ, მოვისმინოთ. სალავი მათე პირველი შენთან მოვა. შეძახილები გესმის ალბათ, ბევრი გულშემატკივარი ყავს. რა სიტყვი გულშემატკივარი? პირველ რიგში მადლობა ყველას მობრძანებისთვის. რავი. ყოფილი არ ვარ. რავი, პირველ რაუნდს გადახედეთ, თუ გინდა. ჩემი აზრით რავი. მაინც ძალიან დიდი ბრძოლა გვაჩვენე და დიდი გული გაქვს, გეტყობა ნამდვილად. რას ფიქრობ შენი მომავალი TFC-ში რა? ვინმეს გამოწვევა ხო არ გინდა? ჯერჯერობით არავის გამოწვევა არ მინდა. მაგრამ რავი. მომავალში ვაპირებ ისევ ჩხუბს და მოგებას დღევანდელივით. წარმატებები, მათე ხმაური შევქმნათ მათესთვის.
სალამი ირაკლი გილოცავ გამარჯვებას, როგორ გზნობ თავს? ძალიან კარგად. მადლიერი ვარ. ღერთის წყალობით გავიმარჯვეთ. მადლობას ვუხდი ჩემპიონთა აკადემიას, ჩემ წვრილს ლევანს, ჩემ ძმებს, ჩემ გუნდელებს. ძალიან ჯიგრები ხარ, ძალიან ბევრი რამე მასწავლეს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე რაც რო გავა, მით უფრო მეტი და მეტი იქნება, ჯერ ეს არაფერი. კიდე ჩემ ძმებს თელავიდან ჩამოვიდნენ ჩემ გამო. ჩემ საგულშემატკირო და ძმები ხარ, ძმებო. მადლობა. კიდე ერთად ვიტყვი. ვიღაც გამომრჩა. ჩემ სიყვარულს კიდე ძალიან დიდი მადლობა, რომ მთელი ეს დრო გვერდში მედგა და ბოლომდე მომხნევებდა და მაჯერებდა, რომ ყველაზე ძლიერი ვარ. და ქალთა დღეს შენ გიწვნი ამ გამარჯვებას. და თქვენ კიდე ძალიან კაი ორგანიზაცია ხართ, ძმები ხართ, ძალიან კაი საქმეს აკეთებთ და კიდევ მეტი და მეტი გაგეკეთებინოთ. კარგად იყავით, მალე მოვალ. ხმაური შევკად ირაკლი კურსაშვილისთვის. თუ შეიძლება ვუხმობთ ნიკა დვალიშვილს მობრძანდეს ოქტაგონში. მოკლედ ჩვენგან ნიკა გადაეცემა მენქეის ვაუჩერი, სადაც შეიძლება შეიძინოს შესანიშნავი მამაკაცის თანხმელი. მენქე შეიძინეთ საუკეთესო მამაკაცის თანხმელი ხოლმე მენქეში. გილოცავ. ჩვენმა სპონსორმა მენქერმა დაასაჩუქრა ნიკა დვალიშვილი თავისი პერფორმანსისთვის. გონი არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ნამდვილად. ჯერჯერობით საუკეთესო პერფორმანსი მოჩხუბრიდან ამ ქარდზე. ერთადერთი ფინიში ჯერჯერობით. დიახ.